ქართველს და ასევე არაქართველს ადამიანთა სულებს, რომლებიც ზუსტად 80 წლის წინ დიდი უსამართლობის, ძალადობის, ბოროტების სვერფლი შეიქმნა. საუკუნეების მათი სიმბოლო. ჩვენ ჯერ კიდევ აღდგომის მისტერიის საიდუმლოში ვტრიალებთ. ამიტომ ერთმანეთს ვეუბნებით ქრისტე აღსდგა. ეს არის არა მხოლოდ სიტყვა, არამედ ეს არის ასევე შინაარსი, ეს არის ასევე პროგრამა, ეს არის ასევე მომავალი, ეს არის ასევე იმედი, რომელიც ადამიანს ქრისტეს აღდგომაში მიეცა. და საინტერესო არის ის, რომ დღეს როცა ადამიანს მაგალითად იგივე ქრისტიანს თავს ესმის ვინმე და ამბობს, რომ შენ როგორ შეგიძლია ჩვენ გვაჩვენო, აგვიხსნა, ნამდვილად იყო თუ არა ეს სიმართლე, რომ ქრისტე აღსდგა, ჩვენ გვაქვს ერთი პასუხი. ერთადერთი არგუმენტი, რაც ჩვენ შეგვიძლია მათ დავახვედროთ და უპასუხოთ, ეს არის ეკლესია თავად. როგორც არგუმენტი იმისა, რომ ღმერთი ჭეშმარიტად იესო ქრისტეში ჯვარს იცვა და აღსდგა. და როგორ? არსებობს ქართულში შემოსული სპარსულიდან სიტყვა ჭეშმარიტი, ეს სიტყვა ჩვენი არ არის. არც სხვათა შორის სომხურშიც არის სიტყვა ჭეშმარიტი და იქაც ასე ვთქვათ არ არის ეს თავად სომხური, არამედ ეს არის სპარსულიდან მომდინარე სიტყვა, რაც თავისთავად ეტიმოლოგიურად ნიშნავს ჭეშმარიტად. ქრისტე აღსდგა ჭეშმარიტად, ანუ დიახ, ის ნამდვილად აღსდგა, მე ის ჩემი საკუთარი თვალით დავინახე. ანუ ჭეშმარიტი სიტყვა ნიშნავს საკუთარი თვალით დანახვას. და ვინ დაინახა ჭეშმარიტად აღდგომილი ქრისტე? იმ ხალხმა, იმ მოციქულებმა, რომელმაც შემდეგ ეკლესია დააფუძნეს და ეს ინფორმაცია, ეს სწავლება, ასე ვთქვათ, თაობიდან თაობაში, საუკუნეებიდან საუკუნეებში გადმოგვეცა ჩვენ. ქართველებმა ეს მივიღეთ ძალიან ადრე და ამით ჩვენ ამოქმედი ვართ. შესაბამისად, ეკლესიის დამფუძნებლები იყვნენ თვითმხილველი იესო ქრისტეს აღდგომის. და ჩვენ შეგვიძლია სრულად, ასე ვთქვათ, ამაყებმა ამ თვალსაზრისით ვთქვათ, რომ ქრისტე აღსდგა, ჭეშმარიტად აღსდგა ქრისტე. ამ წვენის საფუძველზე შეგვიძლია დღეს ამ ადგილას, მაუთჰაუზენში დიდი იმედით სავსეებმა ვთქვათ, რომ ბოლო სიტყვა ეკუთვნის არა სიკვდილს და ბოროტებას, არამედ სიცოცხლეს, ჭეშმარიტებას, არა ტყუილს და ზალადობას, არამედ სამართლიანობასა და თავისუფლებას. ნეტარი აუგუსტინე თავის ცნობილ ნაშრომში ღვთისქალაქი დეცივიტატე დეი წერს, რომ სახელმწიფოს, რომელსაც გამოაცვლით კანონსა და სამართალს, ის გადაიქცევა აბაზართა ხროვად. თუ ჩვენ სახელმწიფოს გამოვასწროთ, ჩავთვლით, რომ იქ აღარ არსებობს კანონი და აღარ არსებობს სამართალი, ის არის მხოლოდ აბაზართა კრებული, ამბობს ნეტარი აუგუსტინე ჯერ კიდევ მე-5 საუკუნეში. მე-20 საუკუნე კი ამის საუკეთესო მაგალითია, როდესაც სახეზე ჰქონდა ძალაუფლების, ასე ვთქვათ, არასწორად გამოყენება. ქართულში ჩვენ ეს გერმანულში არსებობს, არის ინგლისურში არის თუ არა სიტყვა ძალაუფლება ორი სიტყვისგან შედგება. ძალა და უფლება. macht und recht. და მოხდა მე-20 საუკუნეში სწორედ ამ ორი რამის, ძალისა და უფლების ერთმანეთისგან გაყოფა და პირიქით, ძალის უფლებაზე დაპირისპირება. ეს იყო ბოროტება. ანუ ძალა დაუპირისპირდა უფლებას, ძალა დაუპირისპირდა ვთქვათ სამართლიანობას. და შესაბამისად მივიღეთ ის, რაც გვაქვს სახეზე. ამიტომ სახელმწიფოსთვის პასუხისმგებელი პირი, იქნება ეს პოლიტიკოსი თუ სხვა, მის მთავარ ამოცანას უნდა წარმოადგენდეს საკუთარი ძალა და ავტორიტეტი ამსახუროს უფლებას და კანონს. მოექცეს ასე კანონის სამსახურში. მოახერხოს ძალაუფლების სამართლისა და კანონის სამსახურში ჩაყენება. მაუთჰაუზენი დახავა საკონცენტრაციო ბანაკი თუ აუშვის სწორედ ამ დიდი ბოროტების, ასე ვთქვათ, სამწუხარო მაგალითებია, სადაც გაითელა ადამიანის თავისუფლება, საკუთრების უფლება, წესრიგი, სამართალი და სამართლიანობა. ესაა დადასტურება იმისა, რომ სახეზე მივიღეთ ბოროტების დროებითი ზრენი. ბოროტება ბოლომდე ვერ გაიმარჯვებს. მაუთჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკის განთავისუფლების 60 წლისთავისადმი მისვლის ცერემონიაზე ვენის მთავარეპისკოპოსი ქრისტოფ შონბორნი იმყოფებოდა აქ. და მან ძალიან საინტერესო, ასე ვთქვათ, სიტყვა წარმოთქვა, რომლის მოკლე, ასე ვთქვათ, მესიჯი მინდა თქვენს ასევე გაგიზიაროთ. ის ამბობს ასეთ რამეს და ჩვენთვის ეს ცნობილია, წეგან თქვენ ამბობთ, რომ აი მინაწერი იყო კედელზე, ხო კივილი ამოახრა ადამიანის ღმერთისადმი. სად ხარ ღმერთო? სად იყავი ღმერთო ამ დროს, როდესაც ეს ბოროტება ხდებოდა? და მთავარეპისკოპოსი შონბორნი ამბობს, რომ არა თუ ღმერთი სად იყო, ჩვენ ვიცით ღმერთი სად იყო. ღმერთი იყო ჯვარზე, აი ამ მომენტში, დახაუში, აუშვიცში, მაუთჰაუზენში. ღმერთი იყო ჯვარზე, სვერპლის, ასე ვთქვათ, გვერდით და ის იყო მათი მანუგეშებელი საბოლოო ჯამში, მაგრამ ის სვავს კითხვას, რომ არა თუ სად იყავი ღმერთო, არამედ თავად სად იყო ადამიანი. სად იყავი ადამიანო ამ დროს, რომ სამბოროტებას უყრედი საფუძველს.
რადგან ღმერთი ქმნის არა მარიონეტს, როცა ის დასაბამში ასეთ შექმნა, მაგრამ ადამიანი ის შექმნა თავისუფალი მოაზროვნე. ამიტომაც ამ თავისუფლების გამო ვიწვნიეთ ეს. არათუ სად იყავი ღმერთო, არამედ სად იყავი ადამიანი. შეიძლება ჩვენ ასევე ეს კითხვა დავსვათ. რადგან ღმერთმა ადამიანს ეს პლანეტა, ეს კოსმოსი ქმნილება ჩააბარა არა როგორც უზურპატორს, არამედ როგორც მსახურს, მომვლელს, ფლეგენ, რასაც ჩვენ ეს უნდა შევამკოთ და გავალამაზოთ. ბუნების დაცვა და ასე შემდეგ. აი დავედების პირველი თავის 22 მოხდე ამბობს და აკურთხა ისინი ღმერთმა და თქვა: აღორძინდით და გამრავლდით და აავსეთ ქვეყანა და დაეუფლეთ მას. ღმერთი არ ერევა ჩვენს თავისუფლებაში ეს ვთქვით და ჩვენ არ სურს მას რომ ვიყოთ მარიონეტა. და ბოლოს იმისათვის რომ მსგავსი ღონისძიებებისგან მივიღოთ კარგი გაკვეთილი, სწორად დავინახოთ წარსული და გავიაზროთ დღევანდელობის პასუხისმგებლობა, მნიშვნელოვანია არა წარსულის მწარე გაკვეთილების რიტუალებად ქცევა, ეს მნიშვნელოვანია ჩვენ აღასრულებთ ამ მსახურებას, ვიკრიბებით ერთად და ვიხსენებთ ამას, არამედ საკუთარ თავში სინდისის ხმის მოსმენა ასევე. ჩვენს ასევე მონაწილეობა უნდა მივიღოთ ამ ყველაფერში რა გაგებით, რომ თავად საკუთარ თავს დავუსვათ კითხვა. თუ სად ვიქნებოდი მე დღეს? აი სად ვიქნებოდი მე მაშინ თავად? ვიქნებოდი მოძალადის მხარეს, თუ ვიქნებოდი მსხვერპლის მხარეს? ეს არის ასევე ის, რაც უნდა წავიღოთ ჩვენ აქედან ესე წავა. ესაა ეკლესიის ხმა, რომელსაც სულ შეგვახსენოს ჭეშმარიტება, რომელიც არის მშვიდობა და სამართლიანობა, რომელიც არის პიროვნება. ჭეშმარიტება არის პიროვნება და ეს არის იესო ქრისტე. ვინც ასე ვთქვათ, გვეგებება ჩვენ ამ ტკივილში, ამ ჯვარზე და გვჩუქნის ახალ რეალობას. თუ ჩვენ სახელმწიფო და ეკლესია ერთად მოვიმსახურებით ჩვენს ხალხს და საზოგადოებას, თუ სახელმწიფო, რომელიც იქნება სიმართლისა და კანონის სამსახურში და ეკლესია თავის მხრივ, რომელიც იქნება გამბედავი, უშიშარი ხმა ჭეშმარიტი სწავლების, რომელიც სწავლებაც წინარე პოლიტიკურია. ეკლესიას დასწავლებაც აქვს, ეს არ არის სახელმწიფოს რაღაც ნაწილი, არამედ არის საფრთხეს მოწოდებული დიქტატ ზემოდან, რომელსაც ეკლესია და სახელმწიფო ერთად ახორციელებს. თუ ჩვენ ამას ორივე მოვახერხებთ ერთად, მაშინ ჩვენ ერთად შევძლებთ და გამოგვივართ გადავურჩეთ ახალ მაუთჰაუზენს, გადავურჩეთ ახალ აუშვიცს, გადავურჩეთ ახალ დახავს. ჩვენ ერთად ეკლესია და სახელმწიფო შეგვიძლია ქაოსი ვაქციოთ კოსმოსად. კოსმეტიკა, კოსმოსი, ეს არის დედამიწა. ქაოსია ის, საიდანაც დაიწყო ყველაფერი. რადგან ჩვენთან იქნება ღმერთი, თუ ჩვენ ერთად მოვისმენთ მის სიტყვას. დიდი მადლობა.